საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ცენტრის დირექტორმა და რუსთავის მერმა მოაწერეს. თანამშრომლობის მიზანი რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებისა და სარეაბილიტაციო განმავითარებელი ცენტრი კესანეს თანამშრომელთა გადამზადება. მემორანდუმის გაფორმებამდე ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მიხეილ სარჯველაძე ესწრებოდა. მემორანდუმის მიზანი რუსთავის ბაგა-ბაღების პერსონალის სამედიცინო და გადაუდებელი დახმარების მიმართულებით გადამზადება. დიდი მადლობა ამ ინიციატივისა და წამოწყებისათვის ქალაქ რუსთავის მიერ. ეს არის პროექტი, რომელთაც ჩვენ შევძლებთ 700-მდე ჩვენი საბავშვო ბაღის თანამშრომლების გადამზადებას და მათთვის ახალი უნარების მიცემას, განსაკუთრებით გადაუდებელი პირველადი დახმარების მიმართულებით. იმ დროს, როდესაც სახელმწიფო რუსთავში 4 ახალი თანამედროვე საბავშვო ბაღის მშენებლობას ახორციელებს, ჩვენ ვალდებული ვართ პარალელურად ვიზრუნოთ სერვისების გაუმჯობესებაზე. იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო ძალიან დიდ ფინანსურ და მატერიალურ რესურსებს ხარჯავს და ხდება ძალიან ბევრი სკოლის, ძალიან ბევრი ბაღის რეაბილიტაცია, გამონაკლისი არც რუსთავი არის, რუსთავშიც გვაქვს ჩვენ რამოდენიმე ბაღის მიმდინარე რეაბილიტაციის პროცესი. აქ უნდა ვთქვათ, რომ მხოლოდ ინფრასტრუქტურა არ არის მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანი არის თვითონ ყველაზე უფრო მთავარი აქტივი, რაც პერსონალია და ეს იქნება ძალიან კარგი ბაზისი.